კბილებზე ნადები და ქვები უდიდესი პრობლემაა, რადგან იწვევს ხრწილებიდან სისხლდენას, ხრწილების სიწითლეს და ანთებას, ცუცუნს პირიდან, კბილის ემალის დაზიანებას, ბოლოს ხრწილები განილევა, ანუ ხრწილები ზევით ადის, ხრწილსა და კბილის შორის სივრცე გამოჩნდება, ამას ჯიბეებს ეძახიან, ეს ჯიბე იზრდება, მერე ძვალიც ზიანდება და ძვლის აღდგენა აღარ ხდება თავისი ჩარევა თუ არ მოხდა და ბოლოს ადამიანი კარგავს კბილს. და ეგ კიდე ყველაფერი არ არის, ეს ბაქტერიები, რომელიც მრავლდება კბილზე ხრწილებში. ყოველ ჭამისას, როცა პირს ხურავს, ეს ბაქტერიები ხვდება სისხლში, გადადის სისხლში, სისხლძარღვების ანთებას იწვევენ და გულის დაავადებების რისკს ზრდიან. ანუ გულის დაავადებებზეც კი მოქმედებს ხრწილების ანთება რო აქვს ადამიანს და თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც გულის დაავადება აქვს, ამ დროს აქვს ხრწილების დაავადება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კორელაცია, ეს ნიშნავს, რომ თუ კი დაეხმარები შენს კბილებს, დაეხმარები შენს ხრწილებსაც და დაეხმარები შენს გულსაც. ასევე ასოცირებული არის კბილების და ხრწილების დაავადება დიაბეტთან და ქრონიკულ ანთებასთან. და მეტიც, უფრო ხშირად ცივდება ადამიანი და სასუნთქი გლების ინფექციებიც კი უფრო ხშირად ემართება იმ ადამიანს, ვისაც ხრწილების და კბილების დაავადება აქვს. ამიტომ მის პრევენციას და არ წარმოქმნას ამ პირიქით თუ წარმოქმნილია მის შველას ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ამ გზებზე ვისაუბრებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ კბილები გქონდეს ჯანმრთელად და კბილების ქვები არ განვითარდეს. ეხლა როგორ იწყება პრობლემა? როცა საჭმელს ჭამთ, საკვების ნამცეცები, მცირე ნაწილაკები მაინც რჩება კბილებს შორის, კბილების უკან და ეს ნაწილაკები არის საკვები ბაქტერიებისთვის. მაშინაც კი, რომ კარგად გაიხეხო, რამდენიმე საათში, როცა შეჭამს ადამიანი, ისევ იწყებს ბაქტერიები გამრავლებას, ანუ საათების ამბავია. რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებს ადამიანი, რომ სულ დღეში 6-ჯერ ან 7-ჯერ კბილები გაიხეხოს, ასე არაპრაქტიკულიცაა და მთელი დღე მაშინ კბილების ხეხვაში უნდა იყოს ადამიანი და რამდენიმე საათია საკმარისი იმისთვის, რომ ეს ბაქტერიები გამრავლდნენ. ეს ბაქტერიები წარმოქმნიან სხვა კომპონენტებს, მოკლედ რომელთაც ქმნიან ბიოფილმს, რომელთაც იცავენ თავის თავს. მატრიქსს ეძახიან. მოკლედ აზრი ის არის, რომ თავისი საკუთარი ორგანიზმის გარშემო წარმოქმნიან მასას, რაღაცას, რომელიც მათვე იცავს. და ეს არის ბიოფილმი. ამას უგრძნობთ ჩვენ რეალურად, რომ რბილი ნადები კბილებზე წარმოიქმნება და ამ პრობლემის გამომწვევი არის Streptococcus mutans, ეგეთი ბაქტერია არის, რომელიც ყველა ადამიანს აქვს მოკლედ და ძალიან გავრცელებული პრობლემა. პრაქტიკულად 100% ადამიანებისას აქვს ეს. ეხლა რაშია საქმე? როცა ჭამთ განსაკუთრებით შაქარს ჭამს ეს ბაქტერია პირდაპირ და გამოყობს ლაქტის მჟავას. ლაქტის მჟავა ქვევით წევს ნერწყვის pH-ს. ნერწყვის pH-ი არის მჟავიანობა, ან მჟავიანობას აძლიერებს და ჩამოყავს სადღაც 4-5.5-მდე. 5.5 არის ის ზღვარი, რომელიც კბილებისთვის არის ცუდი. ანუ მჟავიანობა პირში თუ არის 5.5-დან ნაკლები pH-ი მეტ მჟავიანობას ნიშნავს. ანუ აქ პირიქით არის, რაც უფრო მაღალია მჟავიანობა, pH-ი უფრო დაბალი რიცხვია. ხო და 5.5 ქვევით რო ჩამოდის, უკვე კბილის ემალი იწყებს გახსნას, დემინერალიზაციას, გამოყოფს კალციუმს, ასევე ჩვენ ნერწყვიც გამოყოფს კალციუმს და ამ კალციუმს პირიქით ბაქტერიები იყენებენ ბიოფილმის შექმნაში, ან თავის ციხესიმაგრეს აშენებენ. მოკლედ და ხდება აი ამ ბიოფილმის მინერალიზაცია, რომელსაც ჩვენ ხედავთ ბოლოს როგორც ქვას. ანუ ქვები კბილებზე, ეს მაგრდება, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მაგრდება და ბოლოს ვითარდება ეს კენჭები კბილებში, რომელიც გაწმენდაც არის აუცილებელი. ხო, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ თავიდან ეს რბილი ნადები რო იწყება, მალევე თუ მოაცილებ და კარგად გაიხეხავ, შესაძლებელია მისი მოცილება და აღარ გამყარდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ძნელია ესე გახეხვა იდეალურად და მაინც ადამიანს უჩნდება დროთა განმავლობაში ეს კენჭები. ცნობილია და ამიტომ არის, რომ რამდენიმე პერიოდში ერთხელ არის პროფესიონალური წმენდაც საჭირო. როცა მაგრდება ეს კენჭები, ამას ეძახიან კალკულუს ან ტარტარს ეძახიან და მისი მოცილება ჯაგრისით პრაქტიკულად შეუძლებელია, აზრი არ აქვს შესაბამისად ამ დროს. და კიდე ის არის, რომ ეს ქვები ან თავისთვის კი არ არის, ამ ქვებში ეს ბაქტერიები ბინადრობენ, გამოყოფენ მეტ და მეტ ტოქსინებს, ეს ტოქსინები აზიანებს ღვიძლებს, ღვიძლები ჩადის ქვევით ან ნურძევით და ჩნდება უფრო და უფრო ჯიბეები და მერე ადამიანს აქვს კბილების და ღვიძლების პრობლემა. მერე ბოლოს ხდება ძვლების დესტრუქციაც, ანუ ყმის ძვლების, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და მისი აღდგენა მერე ძალიან ძნელია. ამიტომ არის, რომ აი აქამდე არ უნდა მივიყვანოთ რეალურად საქმე. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, არის კბილების გახეხვა და მნიშვნელოვანი არის, რომ კბილის პასტა, რომელსაც გამოიყენებს, იყოს ფტორის. ხო, აი ძალიან ბევრი საუბარი მიდის ხოლმე ეს ფტორი თუ არა ფტორი თუ რაღაც, ძალიან მარტივადაა საქმე, მოკლედ. როცა პასტა შეიცავს ფტორს, 30%-ით შემცირებულია კარიესის რისკი. აი ეს არის ძალიან მარტივი მეტა-ანალიზები
დადასტურებული. შესაბამისად, ანუ ფტორს აქვს მნიშვნელობა. სხვა რაღაცები ამას ვერ აკეთებს. ფტორი აკეთებს. ამიტომ ფტორი მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ ახლა კარიესი რა არის? ანუ კარიესი არის ის, რომ ანუ გარედან ქმნის ბიოფილმს, მაგრამ ბაქტერია შეუძლია ასევე რომ გამრავლდეს და დააზიანოს ემალი. და რაც მეტად აზიანებს ემალს და ჩაის კვებით, ამას ხედავთ ჩვენ კარიესის სახით. ამიტომ კბილების გახეხვა მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მარტო ჰერბალური ან მცენარეული კბილის პასტები როგორც წესი არ შეიცავენ ფტორს და არ არის საკმარისად კარგი. რბილი ჯაგრისი თუ მაგარი ჯაგრისი როგორც წესი რბილი ჯაგრისი ჯობია. მაგარ ჯაგრისს შეუძლია ზედმეტად დააზიანოს ღრძილები მაგალითად და ან ჯამური ეფექტურობა ერთნაირი აქვს თუ კარგად გაიხეხავ რბილს და მაგარს იმის დამატებით და გათვალისწინებით რომ რბილი არ გიღიზიანებს ზედმეტად ღრძილებს. ელექტრო თუ არაელექტრო კბილის ჯაგრისი თუ სწორად გაიხეხავ არაელექტროც ისეთივე ეფექტურია როგორც ელექტრო, მაგრამ ელექტრო ცოტა უფრო კომფორტია და თუ კბილის გახეხვის ტექნიკა ადამიანს კარგი არ აქვს, მაშინ ელექტრო ჯობია. პატარა თავი თუ დიდი რო ქონდეს, კბილის ჯაგრის პატარა თავი ჯობია, იმიტომ რომ უკეთესი მისადგომია და კბილის ჯაგრისი სამთოში ერთხელ უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ რაც ისინი აქ ჯაგრისი რაც ცვდება დროთა განმავლობაში და ეფექტურობას კარგავს, ბაქტერიული დაბინძურებაც ემატება რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია რომ ღრძილებთან ახლოს გავიხეხოთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. არ არის აუცილებელი რომ ძლიერად გაიხეხოს ადამიანმა, მთავარია რომ ცირკულარული ან მრგვალი მოძრაობებით, წრიული მოძრაობებით ღრძილების მიმდებარედ გაიხეხოს რბილად, მაგრამ მნიშვნელოვნად და ჯაგრის უნდა ქონდეს 45 გრადუსიანი დახრა. აგრესიული ხეხვა არ არის საჭირო, ფილმებში როგორც არის ხოლმე ეგ როგორც წესი არ არის ეგრე, რადგან პირიქით, ანუ ღრძილები შეიძლება ზედმეტად დააზიანო და კბილის ემალიც დააზიანო, ამიტომ ეგ არ არის საჭირო. მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში უნდა გაიხეხო, რათა კარგად მოცილდეს ეს ნადები კბილებს რაც აქვს. და ენის გახეხვაც მნიშვნელოვანია, რადგან ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიების 80%, ზოგჯერ 90 ბინადრობს ენაზე. გახეხვა აუცილებელია ძილის წინ, რადგან ძილი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კბილებისთვის და პირისხროსთვის, რადგან ნერწყვის გამოყოფა ძილისას მცირდება და ბაქტერიები იზრდებიან უფრო სწრაფად და მარტივად. ნიშნავანია ასევე რომ როცა კბილ საკვებს შეჭამ და ზოგადად ჭამის მერე 30 წუთი არ არის რეკომენდებული კბილის გახეხვა, რადგან ემალი მაგ დროს ზიანდება ისედაც ჭამის მერე და შესაბამისად გახეხვა კიდე უფრო დაზიანებულ ემალს აზიანებს და ამიტომ არ არის რეკომენდირებული და როცა გაიხეხავთ კბილს, მაშინვე წყალი არ უნდა გამოილო და არ უნდა გადმოღვარო, მაშინვე ჯობია რომ ცოტახანი გაჩერდეს, რათა კონდეს ფტორს ცოტა დრო რომ იმოქმედოს და ნუ მერე პირში წყლის გამოვლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა დრო უნდა მოიწმინო, მოკლედ პირდაპირ არ. მეორე მნიშვნელოვანი რაც უნდა გააკეთოთ არის რომ ენა გაიწმინდოთ, რადგან ენაზე როგორც გითხარით მნიშვნელოვანი ბაქტერიული ბიოფილმების ზრდა მიმდინარეობს და გოგირდის კომპონენტებს წარმოქმნიან და ეგ იწვევს მერე სუნს და ამიტომ ენის სკრაპერები იყიდება, რითიც შესაძლებელია რომ ენა გაიწმინდო, დაახლოებით 5-10 ჯერ უნდა გააკეთო, დღეში 2 ჯერ. ენის გაწმენდა დილით უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ღამეს ბაქტერიები რო იზრდება, მათი მოცილება და ასე შეგიძლია რომ დაახლოებით სუნი 30-50% შეამცირო და ბაქტერიების რაოდენობა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არა გაქვს სკრაპერი, შესაძლებელია კბილის ჯაგრისითაც მისი გაწმენდა, ნაკლებად ეფექტურია, მაინც, მაგრამ არაფერს ჯობია. მესამე ნაბიჯი არის კბილების პროფესიული წმენდა. პროფესიული წმენდა რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ. სკალინგსაც ეძახიან და ამ დროს ის მაგარი ქვები რაცაა, მაგას აცილებენ, რაც სახლში ვერ მოხერხდება და პროფესიულ გაწმენდას თითქმის 100%-ით შეუძლია რომ ეს ქვები მოაცილოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, ამიტომ მის რეგულარულად დიდი მნიშვნელობა აქვს. წელიწადში 2 ჯერ ან ერთხელ მინიმუმ მაინც აუცილებელი. მეოთხე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რისი გაკეთება შეგვიძლია რომ შაქარი შეამცირო, აქ რამდენიმე ნიუანსი აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ მაინც ჭამ შაქარს, ჯობია რომ ჭამო საკვებთან ერთად, ვიდრე ცალკე. რადგან საკვებთან ერთად ნერწყვის დენა გაძლიერებულია და ადვილად იწმინდება და ეს ნერწყვი თან ბუფერის ფუნქციას ასრულებს და pH-ი ძალიან ქვევით არ ჩამოდის და ადვილად ნარჩუნდება შედარებით. ამიტომ საკვებთან ერთად ჭამეთ. შაქრის ჭამა ცალკე ყველაზე ცუდი იდეაა პირისღრუსთვის, რადგან
ჯობია ერთხელ შედარებით მეტი შაქარი ჭამო, ვიდრე დღეში 5-ჯერ ცოტ-ცოტა. ანუ კბილებისთვის ეგ უფრო ცუდია. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ერთბაშად იყოს და შაქრის მერე წყალი რომ გამოილო მნიშვნელოვანია, რადგან ეს მჟავებს გახსნის ერთ-ერთი და ბაქტერიებისთვის ნაკლები საკვებია და 30 წუთი უნდა მოიწმინოთ სამ გაიხეხავთ კბილებს. ტკბილს ასმერს თუ სვავ ჯობია რომ ერთბაშად დალიო, ან საწრუპით დალიო და არასდროს არ მოწრუპო ცოტ-ცოტათი, აი ყველაზე უარესი ვარიანტია და კარამელიანი ან ჩირები ასევე, ჩირებს ეკრობა კბილი ძალიან და ძნელია და მე ეს ხდება კარგი საკვები ბაქტერიებისთვის, შესაბამისად პრობლემაა კბილებისთვის. ერთი მარტივი რამე რის გაკეთებაც შეგიძლიათ არის ყველი ჭამის მერე კალციუმს იღებ, ფოსფორს იღებ, კაზეინს იღებ, რომელიც რემინერალიზაციას ეხმარება და დაახლოებით 1 უმატებს pH-ს, ანუ pH-ი თუ იყო 5 გახდება 6, თუ იყო 4.5 გახდება 5.5 და ასე. შესაბამისად ეხმარები კბილებს პატარა ყველის ნაჭერი მაგალითად კბილის ჭამის მერე. მეხუთე გზა რითიც შეგიძლია რომ შენს კბილებს გაუფრთხილე არის ქსილოტოლის მიღება. ქსილოტოლი რა არის? ეს არის დამატკბობელი, შაქრის შემცვლელი, რომელსაც ბაქტერია ტყუდება, მოკლედ, როცა ქსილოტოლს იღებ და გადაყლაპავს ეს ბაქტერია, სტრეპტოკოკი ამ ქსილოტოლს, მაგრამ ვერ მოინელებს და ვერ იკვებება მისით და შესაბამისად მე კვდება, ანუ და ასე მარტო ქსილოტოლის მიღებ დაახლოებით 50% დამცირებ აი ამ ბაქტერიებს, რომელიც ცუდია. ასევე, ქსილოტოლს შეიცავს საღეჭი რეზინები და საღეჭი რეზინი დაახლოებით ზრდის ნერწვის დენას, რაც თავის მხრივ კიდე ცალკე წმენს კბილებს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეალურად. ხო, აქვს აზრი კი, არ არის ტყუილი ის რეკლამებში რო არის ხოლმე რომ ისა ამცირებს კარიესის რისკს და რაღაცა კი, ნამდვილად უშაქრო საღეჭი რეზინები ამცირებს კარიესის რისკს დაახლოებით 20-30%, რომელიც ქსილოტოლს შეიცავს და 2-3ჯერ დღის განმავლობაში თუ გამოიყენებ, განსაკუთრებით შაქრიანი საკვების მიღების შემდეგ. დაახლოებით 10-20 წუთის განმავლობაში რომ დაღეჭოს ადამიანმა ეს საღეჭი რეზინი, შესაძლებელია თუ არა კამფეტების მიღება, კი ქსილოტოლის შემცველი, შესაძლებელია ნელა გამოყოს ქსილოტონს და უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს, მაგრამ ღეჭვისას ფიზიკურადაც იწმინდება კბილები, რაც ოდნავ უკეთესია მოკლედ ღეჭვა, თუმცა კამფეტების სახითაც შესაძლებელია და ასევე სავლებებიც არის ქსილოტოლის შემცველი, მაგრამ ნაკლებ ეფექტურია, რადგან კონტაქტის დრო შემცირებულია. საუკეთესო რეჟიმი არის რომ 10-20 წუთის განმავლობაში დაღეჭოს ადამიანმა საღეჭი რეზინი 2-3ჯერ დღეში. ქსილოტოლის ჯამური მიღება არ უნდა იყოს 10 გრამზე მეტი და 5-ზე მეტი დღის განმავლობაში, ან 5ჯერ თქვა საღეჭი რეზინი დაღეჭვა და მეჯერ არ არის რეკომენდირებული. 5-დან 10 გრამამდე მიიჩნევა ოპტიმალურად. წყლის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდრატაციას, ნერწყვისთვის, პირისხრულს გაწმენდისთვის და შემდეგი მეექვსე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის სოდა. ჩვეულებრივი სახლის სოდები რაც არის, ნატრიუმის ბიკარბონატი. ეს მოქმედებს როგორც ბუფერი, ანეიტრალებს მჟავას და წარმოქმნის ნახშირორჟანგს და წყალს მჟავასთან რეაქციის შედეგად და pH-ი აყავს ეგრევე, მაგალითად 5-დან 5 და 5 თუ არის, ან 5 აყავს 7-მდე, 6-მდე ძალიან მალე წუთებში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოდის მიღებას. სოდა, როგორ, ჩვეულებრივი სოდა, ნახევარი ჩაის კოლდი, რო ჩაყარო წყალში, 1 ჭიქა წყალში მოურიო კარგად და გაიჩერო, არ გადაყლაპო, აღარ უნდა გაიჩერო პირისრულში გამოილო, დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გაიჩერო და 1-2 დღის განმავლობაში და 2-3ჯერ რომ გამოილო, 2-3 კლუბი მოკლედ გამოვლება. ეგ მიიჩნევა საუკეთესოდ და დღეში 2ჯერ შესაძლებელია მისი მიღება. ხო, გადაყლაპვა არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ნატრიუმს მიღებ მაგითი ბევრს და არ არის მოკლედ რეკომენდირებული და არც მაშინვე აგრესიული გახეხვა არ არის რეკომენდირებული მაშინვე. თუ გადაყლაპავ, არაფერი არ მოხდება, ხა 1 კლუბს და 2 კლუბს სოდიან წყალს თუ გადაყლაპავ, მაგრამ რეგულარულად არ უნდა გადაყლაპოს ადამიანმა ეს ნატრიუმის დაგროვების და კიდე ამხელა ბიკარბონატის მიღება რეკომენდირებული არ არის. და აქ მეშვიდე არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელზეც ადამიანები ფიქრობენ, რომ მაგალითად, აი რა კარგია, შაქრი არ შეიცავს მაგალითად კოკა-კოლა 0 ან რაღაც ესეთი კოლა 0-ები და უშაქრო პეპსები და ესეთი რაღაცები. ან ლიმონადები, რომელიც შაქარს არ შეიცავს. მშვენიერია, ხო? ვერ გამოკვედავს იმ ბაქტერიებს, შესაბამისად ცუდი არ არის. მაგრამ ცუდი არის ეგენი პირის ღრუსთვის, იმიტომ რომ არის მჟავა. ფოსფორის მჟავა შეიცავს დაახლოებით 2.5-3.5 აქვს pH-ი, რაც ძალიან დაბალი, ძალიან მაღალი მჟავი
თავიანობა აქვს მოკლედ და ამიტომ ემალს აზიანებს ძალიან მნიშვნელოვნად, ამიტომ არის რომ არ არის რეკომენდირებული, ნუ თუ მიიღებ მაინც საკვებთან ერთად, მისი წრუპვა არ არის რეკომენდირებული და ჯობია რომ ერთბაშად მიიღო, საწრუპით ჯობია მისი მიღება და საერთოდ ჯობია რომ ჩაანაცვლო წყლით, ან მინერალური წყლით მაგალითად, ან რძით, რძეს პირიქით ცოტა ადამცველობითი ეფექტი აქვს, რადგან კალციუმს, ფოსფორს და კაზეინს შეიცავს და ეხმარება კბილებს რემინერალიზაციაში. ყავას რაც შეეხება, ყავას არ აქვს ძალიან ისეთი ნეგატიური გავლენა, ანუ პირდაპირ pH-ი აქვს 5, ეროზიას იმდენად არ იწვევს ყავა, რამდენადაც ანუ შეღებვის რისკი აქვს, რადგან პიგმენტს შეიცავს, ქრომოგენებს და ტანინებს და ეგენი ეს პიგმენტები იღებავს კბილებს და ამუქებს კბილებს და რაშია საქმე ხარ რომ თუ კი კბილზე გროვდება ეს ბაქტერიები, კბილი ეგეთი პრიალა აღარ არის როგორც ბაქტერიების გარეშე და უფრო ადვილად იღებება და კიდევ უფრო ისეთ შეფერილობა ეძლევა, ამიტომ რომ ადვილად იღებება კბილები, როცა ბაქტერიები იზრდება ყავათი, ჩაითი. ყავას თუ რძეს გაურევ, მაშინ უკეთესია შედარებით, რადგან რძეს შეიცავს ცილებს, შედარებით დამცველობითი ეფექტი აქვს და ასევე ცილები ამცირებს პიგმენტების მიკრას კბილზე და ამით ბუფერის ფუნქციას ასრულებს შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია მოწევა, რო არ აღვნიშნოთ, არ შეიძლება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ღრძლების დაავადებისთვის, პერიოდონტიტისთვის და დაახლოებით 2-6 ჯერ ზრდის ღრძლების დაავადების რისკს და თან ღებავს კიდევაც კბილებს და სისხლდენ ღრძლებს იწვევს და მოკლედ იმუნურ სისტემას ასუსტებს და კბილების და ძვლების დაკარგვის რისკს ზრდის შესაბამისად მოწევა კატეგორიულად არ არის სასურველი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ვისაც არხის მხარდაჭერა გინდათ, შეგიძლიათ რომ დონაციები გააკეთოთ და აღწერაში მაქვს მითითებული ანგარიშის ნომრები, ვისაც არ შეგიძლიათ დონაციების გაკეთება, არ იფიქროთ რომ რაღაც ვინმეს ვავალდებულებ ან ვამადლით ჩემს შრომას, არა, უბრალოდ არხის განვითარებაში დაეხმარებით და მაგ მხრივ კაია, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, უბრალოდ დალაიქება, დაკომენტარება, გაშიარება, ნებისმიერი აქტივობა არხზე, რაც უფასოა, დაეხმარება არხის განვითარებაში და არხის განვითარება იმიტომაა კარგი კიდე რომ თუ თვლით რომ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რასაც მე ვაკეთებ და მნიშვნელოვანი რომ არის ვიცი, თუნდაც ის რომ ანუ არ არის საუბარი იმაზე რომ 5 და 10 ადამიანს, არამედ საუბარი არის რომ 1000-ობით ადამიანს მცირედითაც რომ დაეხმაროს, ეს უკვე დიდი საქმეა. თან ეს ხდება წლების განმავლობაში, მერვე წელია რეალურად ამ არხს ვაკეთებ აქტიურად. აი 8 წელზე მეტია რაც საერთოდ დავიწყე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ გაინტერესებთ.